აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ მოაწერეს ხელი. მემორანდუმი თანამშრომლობის გაღრმავებას და მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებას, ერთობლივი სხდომების, სამუშაო შეხვედრების, აფხაზეთის თემაზე კონფერენციების ორგანიზების ხელშეწყობას, ერთობლივი ძალისხმევითა და კოორდინაციით ზუგდიდში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამოვლენას და აღმოფხვას ითვალისწინებს. მემორანდუმი ეს არ გახლავთ მხოლოდ ფორმალური დოკუმენტი, აქ ჩვენ გვეძლევა უკვე სამართლებრივი საფუძველი, გავაერთიანოთ ძალისხმევა, გავაერთიანოთ რესურსები და განვახორციელოთ ერთობლივი პროექტები, რომელიც საბოლოო ჯამში ხელშეუწყობს ჩვენი დევნილი მოსახლეობის სოციალური, ინფრასტრუქტურული და სხვა სახის პრობლემების, ასევე ყოველდღიური ყოფითი პრობლემების მოგვარებას. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა ეს უკვე ჩვენი მოსახლეობის ორგანული ნაწილია და ყველა პროგრამა, ყველა სოციალური თუ სხვა სახის სერვისი მორგებულია მათ საჭიროებებზე და დღევანდელი დღე კიდევ უფრო ეფექტური ნაბიჯების გადადგმის საწინდარია. ვაფორმებთ მემორანდუმებს ყველა იმ რეგიონთან, ქალაქთან, რაიონთან, სადაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არიან განსახლებული ჩვენი დევნილები. მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს ჩვენი ძალების, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ცენტრალური ხელისუფლების, მთელი ძალისხმევის, შესაძლებლობების კოორდინაცია და მიმართვა იქითკენ, რომ გაკეთდეს მაქსიმუმი, რისი გაკეთება არის შესაძლებელი. ამისათვის უბრალოდ არის საჭირო მეტი ურთიერთობა დევნილებთან, მეტი თანადგომა. მემორანდუმის მიზანი სწორედ ეს არის. მიმდინარე წლის ბოლომდე ზუგდიდში აუცილებლად ჩატარდება საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიისა და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს გაერთიანებული სხდომა, სადაც ჩვენ ერთობლივად ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აი დღევანდელი ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე მაქსიმუმი გაკეთდეს დევნილი მოსახლეობისთვის. შეხვედრის მონაწილეებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, მოადგილემ თამას ხუბუამ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა დევნილთა საჭიროებებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მემორანდუმის შესრულება ხელშეუწყობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განსახლებული მრავალრიცხოვანი დევნილების სოციალური პრობლემების ერთობლივი ძალისხმევით გადაჭრას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამას ხუბუამ მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებასა და ზუგდიდის მოსახლეობას წლების განმავლობაში დევნილი მოსახლეობის თანადგომისთვის. ყველა მუნიციპალური პროგრამა, რომელიც არსებობს ჩვენს მუნიციპალიტეტში, მორგებულია როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე დევნილებისთვის. მნიშვნელოვანია კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი მოსახლეობის განსახლების პრობლემების მოგვარება, რაც ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობით და კოორდინაციით მიიღწევა 2020 წლის ბოლომდე. დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობის მემორანდუმი კიდევ ერთხელ მოგცემს იმის საშუალებას, რომ მჭიდრო კოორდინაციით და ურთიერთთანამშრომლობით უფრო მეტ და კარგ შედეგებს ვიმაღწევთ ამ მიმართულებით. ეს არ არის მხოლოდ ქაღალდზე დატანილი კონკრეტული ურთიერთობა, საკმაოდ აქტიურად ვაპირებთ თანამშრომლობას და აქტიური ნაბიჯების გადადგმას იმ ფონზე, როცა დღესდღეობით მიმდინარეობს საკმაოდ სწორი და მიზანმიმართული მუშაობა სხვადასხვა სახის აქტივობებით, სხვადასხვა სახის სახელმწიფო პროგრამებით, საერთაშორისო ორგანიზაციების ხარდაჭერით, რათა კიდევ უფრო მეტად მოხდეს ხელშეწყობა ზოგადად კონფლიქტის პირა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის. ამიტომაც საჭიროა მეტი დიალოგი, მეტი ურთიერთობის დამყარება, მეტი კომუნიკაცია. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, მწვავედ დგას კომპაქტური დასახლების საკითხი, ამიტომაც ამ საკითხზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და ყოველ წელს ხდება დაკმაყოფილება დევნილების. მოგვიანებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ხურჩაში მდებარე ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრდნენ. შეხვედრას მუზეუმის თანამშრომლები და ხურჩაში განსახლებული დევნილები ესწრებოდნენ. ღონისძიების მონაწილეებმა აფხაზეთის ტრაგედიის ამსახველი ფოტომასალა დაათვალიერეს. კიდევ ერთხელ გაიხსენეს აფხაზეთის ომი და მისი მძიმე შედეგები. ისაუბრეს აფხაზეთის კონფლიქტისა და დევნილთა სოციალური პრობლემების მოგვარების პერსპექტივებზე. პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომსა და აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას, რომელთა სახელები მუზეუმის ეზოში ხსოვნის მემორიალზე ამოტვიფრული. რამდენიმე მეტრის დაშორებით არის ადმინისტრაციული საზღვარი აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის
და ვიმყოფებით აფხაზეთის ოკუპაციის მუზეუმში, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. თქვენ თვითონ ნახეთ, შტამბეჭდავის სტენდები შეიქმნა ამ თვალსაზრისით, რომ ის პოლიტიკური ანატომია კონფლიქტისა წარმოჩენილია, აქ დაღუპული ადამიანების თქვენ ხედავთ მემორიალიც არის რეგიონთან და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან უმაღლესმა საბჭომ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. დატვირთვა აქ ძალიან სერიოზული დევნილთა პოლიტიკური და სოციალური დაცულობის თვალსაზრისით ძალიან ბევრი ღონისძიება არის გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ილუზიები არ გვაქვს, რომ ყველა საკითხი მოგვარდება ამ მემორანდუმით, მაგრამ არის მიმართულებები, სადაც ერთობლივად შეუძლია ძალიან ხელშესახები რეზულტატი მივიღოთ იმ თვალსაზრისით, რომ დევნილებმა იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა. დევნილ მოსახლეობის წარმომადგენლებთანაც თქვენ ხედავთ, შეხვედრა გქონდა აქ ხურჩაში, არის კრიტიკა, მაგრამ არის გაცილებით მეტი იმედი, ისინი მოელიან ძალიან ბევრის გაკეთებას, ეს ვალდებულება ყველა უნდა გავითავისოთ. ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტია, კარგი დოკუმენტია, რაც მომავალში იმპულსს მისცემს ურთიერთობაში, პრობლემის მოგვარებაში, უამრავი საჭიროების მქონე ადამიანების ყურადღებაში, თანადგომაში. ვიმყოფებოდით ხურჩაში, ოკუპაციის მუზეუმთან, სადაც არის ჩვენი ისტორია, ჩვენი წარსული, ამ ომთან დაკავშირებული ეპიზოდები, რაც არის ჩვენთვის ძალიან მტკივნეული და ტრაგიკული, თუმცა ეს არის ჩვენი რეალობა. ამ მუზეუმს ჭირდება მხარდაჭერა და გვერდში დგომა. იმავე დღეს ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში ოფიციალურ დოკუმენტს ხელი მოაწერეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აკაკი დარჯანიამ. ჩვენ ვიცით, რომ ფოთის საკრებულო და მისი მოსახლეობა, მისი ხელმძღვანელობა წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა და დღესაც აკეთებს დევნილი მოსახლეობისთვის, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ მოვახდინოთ ჩვენი ძალების კოორდინაცია, ჩვენი ძალისხმების გაერთიანება, ჩვენი რესურსების გაერთიანება და ერთობლივი ძალებით მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც დევნილებს გააჩნიათ. არადა პრობლემა ძალიან ბევრია, ყველაფერ ამას ჩვენ ერთობლივად შევეჭიდებით. ჩვენ ჩამოვალთ აქ, შეიძლება ერთობლივი სხდომებიც გქონდეს, ეს ყველაფერი გათვალისწინებულია მემორანდუმით. მნიშვნელოვანი დოკუმენტია იმ თვალსაზრისით, რომ გათვალისწინებულია ღონისძიება, რომლებმაც აფხაზეთის მთავრობასთან, უმაღლეს საბჭოსთან ერთად, ფოთის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად უცილობლად ხელი უნდა შეუწყოს დევნილი მოსახლეობის პრობლემების პრევენციის, ამ პრობლემების გამოვლენისა და მათზე, რაც მთავარია, ოპერატიულად რეაგირების თვალსაზრისით. ჩვენ კავშირი ყოველთვის ჰქონდა აფხაზეთის მთავრობასთან, უმაღლეს საბჭოსთან, მაგრამ ეს მემორანდუმი გარკვეულწილად სისტემატიზირებაში მოიყვანს ჩვენს ურთიერთობას. იგი ხელს შეუწყობს იმ პრობლემების ოპერატიულ გადაწყვეტას, რაც სამწუხაროდ მრავლადაა ჩვენ ქალაქში განთავსებული დევნილი მოსახლეობის წინაშე. საკრებულოს წევრებმა მნიშვნელოვანი და აუცილებელი უწოდეს თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ფაქტს, მათ შორის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმაც. საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა დარიჯან ცხვიტარიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საკითხში მეტი გააქტიურებისკენ და დევნილი მოქალაქეების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის საქმეში მხარდაჭერისკენ მოუწოდა. რაც უფრო მეტი კომუნიკაცია იქნება ადგილობრივ ხელისუფლებასა და აფხაზეთის მთავრობას შორის, უკეთესია, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. სამ ეტაპად იყო დევნილების დახმარება დაყოფილი. პირველი ეტაპი იყო, რომ უზრუნველყოფილიყვნენ საკუთარი საცხოვრებლით, ეს იყო კომპაქტურად ჩასახლებული, მეორე ეტაპი იყო ინდივიდუალურად მაცხოვრებელი და მესამე ეტაპი იყო უკვე კომპენსაციები. ძალიან გაიწელა, დევნილებიც უსახლკაროდ არიან. მარტო აფხაზეთის მთავრობა ვერაფერს ვერ გააკეთებს, თუ კონსოლიდირებულად არ იქნა სამუშაო პროცესები გამართული. და მე ეს კითხვები დაუსვი და მე მგონია რომ რაღაც სათანადო მივლენ ალბათ კონსენსუსამდე. მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა დღეს ზუგდიდსა და ფოთში, ძალიან საინტერესოა. საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ თემები, რომელიც მოცემულია მემორანდუმში, დარწმუნებული ვართ, რომ აუცილებლად ხელს შეუწყობს ჩვენი დევნილი მოსახლეობის როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე მათ სოციალურ პირობებს. მთავრობას, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციები გამოკვეთილი გვაქვთ. აფხაზეთის მთავრობა და შესაბამისად ჩვენი სამინისტრო
თვალსაზრისით არის ბევრი ისეთი მომენტები გათვალისწინებული, რომელიც ჩვენს კონკრეტულ საქმიანობაში უნდა აისახოს. ჩვენ მზათა ვართ ამისათვის, რომ ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გავაკეთოთ. ბინების განაწილების თემა მოგეხსენებათ, რომ ცენტრალურ სამინისტროში არის ეს ფუნქცია, მაგრამ მათი ინტერესების დაცვა ჩვენთვის, რა თქმა უნდა, უპირველესი ამოცანა იქნება. ჩვენ ვიცით, რომ ამ თვალსაზრისით ბევრი გადაუწყვეტელი პრობლემებია და მეტ კონკრეტულ საქმიანობას მოითხოვს. ჩვენ მზათა ვართ ამისათვის, რომ მეტი ინტერესების დამცველი ვიყოთ ჩვენი დევნილი მოსახლეობის და გარკვეული ჩვენი კონკრეტული წვლილი შევიტანოთ ცენტრალური ხელისუფლებისა და შესაბამისი სამინისტროს საქმიანობაში.